ანუ ქართული პირატული საიტი რატო აღარ დარჩა, იმიტომ რომ ქართულ ფილმს ვუყურე რუსულად. ნინო კასრაძე არის ლესბოსელის როლში, Smash. ხამის 3 საათიდან 6-მდე რო უყურებ live-ს ვიღაცას როგორ ძინავს, extra weird არის. Weird. It's not weird. და რასელოდები რომ ვიღაცა ადგება და რა მოსაცმაო წავა? არ ჩენ გაქვს ეგ გამბედა, მინდოდა რომ გეთქვა და არ ამბობს ამ. გამარჯობა მეგობრებო. Hi. დაგიბრუნდით ახალი ეპიზოდით, ახალი თმით. Oh my god, look at me you guys. 17 ივნის ვიყავი ჩაწერილი. Isn't she gorgeous? ანუ აი ცოტა ვერ ვეგობ, ცოტა ძალიან ქერა არის. დედა ჩემი რო დაინახა. არა მე ძალიან მომწონს. Really? Yeah. მაგრამ რავი, შავი, უბრალოდ 17 ივნის ვიყავი ჩაწერილი, როგორც ვიცით ყველა, მაგრამ დამირეკეს გორიდან და მითხრეს, რომ გათავისუფლო ადგილი და ხო არ გადმოეწარებიო ერთი კვირით ადრე. მეთქი of course. გავქანდი 12 საათზე ვიყავი ჩაწერილი, გავედი ოკრებაში, ოკრებიდან მინივენში ჩავჭექი და ანუ ძალიან სერვისი არის გორში, გამოვშტარდი, ანუ ჩაჯდები აქ რა, ოკრებამდე უნდა მიხვი და იქ მიყავხარ მისამართზე. ანუ იმენა სადაც არ მეცხოვრები და მიგიყვანენ რა. Damn. I know, right? დენი ჯეკი თონქანაში 4 ხოთ რაღაცა გრე. No, 7. და მერვე მძღოლი. მაგრამ ცუდად არ ყოფილვარ მართლა მიმიყვანა იმენა სალონამდე. იქ ეს გოგჩა ხალხო, არის არ ვიცი, გორის ედო. ეგ რას ნიშნავს? ედო, ანუ აქ არის ყოველ ცნობილი კოლორისტი ედო. A girl. ედო, ერო. მქონი ერო, fuck me, I don't know. პლიავი, კაი, მოდი პლიავი თქვენ. და ამ გოგოს, აი მოკლედ 5 კაცი ვყავდით. ხან მარცხენა ხელით ერთს უკაცა და მარჯვენათი მეორეს, აი იმენა ვარსკვლავი იყო რა. ანუ 2 კლიენტი. 5 კლიენტი ყავდა ერთდროულად და რომ მივედი 12-ზე, გამომიშვე 9-ზე, ამიტომ ვერ ვჭამე კატლეტი მეგობრებო, იმიტომ რომ ბოლო მინივენი გამოდიოდა იქიდან 9-ზე და ძალიან ჩქარა უნდა გამეკეთებინა. სალონში ყავი რამდენი საათი? ანუ თან გწერდით, რომ კიდე იქ ვარ თქო და არ დაათვალა შენ საათები? არ დავთვალე, მაგრამ what the fuck? სვეჩი და 9 საათი ყავი სალონში? ხო. You guys. ანუ ჯერ ცოტა გვიან დავიწყეთ, მაგრამ ანუ 9 საათი ვიყავი იმენა სალონში. ხო და ყველაზე სიგიჟე არის ის, რომ ხალხო, ჩემი გორში წასვლა რამ განაპირობა, რომ ერთი რომ კარგად ხებოდა და ვიცოდი და მეორე რომ მეთქი გორის ფას გადავიხდი. ანუ no offense, მაგრამ ანუ ეგრე ხდება, რომ გლდანში ველოდები, რომ უფრო დაბალი ფასი უნდა კონდეს და უშუალოდ რამე მომსახურებას ვიდრე ვაკეში, ხო? და შესაბამისად გორში მგონია, რომ უფრო დაბალი უნდა კონდეს კიდევ. მაგრამ ესე არ მოხდა. ჩემი ბრალია. ყოველთვის ჩემი ბრალია. ერთი რომ ფას არასდროს კითხულობ წინასწარ. შენ კითხულობ ხოლმე? არა, მე მგონია რომ აი ძალიან ქართულ კონტექსტში ძალიან ტეხავს. აი, ხალხი იცი როგორი არის? იმენა თეთრებში გამოყავთ და ეჩალიჩებიან რომ დამიგელიო. I could never, მაგრამ I want to be that bitch. მაგრამ მე ხალხო იმდონეზე მიტყლება ფასის წინასწარ კითხვა, რომ აი პონტი არ არის რომ ვიკითხო. ჯერ ხო ფასი არ ვიკითხე, ეგრევე დავადაკი თავს. მე ამ გოგოს ვაგზავნე რომ იყო ღმერთი, იმიტომ რომ ვაიმე მეთქი, რამდენი ხალხი ყავს და რამაგრე დაკეთებ და ასე როგორ აკეთებ და ძამშვიდი ხარ და ანუ იმენა გავაღმერთე და ბოლოს გაღმერთებული ფასიც გადამახტავინეს. გასახელებ? ანუ ბაზარი არ არის, 350 ლარი. ანუ არ ეძვირება ხა ხალხს, იმიტომ რომ ზოგადად ძვირი არ არის, მაგრამ To me it's crazy. ანუ გორისთვის ვერია ხვდებით? ანუ წინაზე შევიღებე საბურთალოზე, ეგრე გადავიხადე მაშინაც და მაშინაც ოდნავ გავბრაზდი, მაგრამ ნუ საბურთალოზე ვიყავი და არა გორში და გორში ველოდებოდი გზეტა 220 max. Again, სამაგიერად it looks really good, you guys. იმედია რომ, მაგრამ აი ცოტა აი აქ მაგ დამწვარი და ვერ აი მე შეგახედებ კარგად. არ გეტყობა ეგრეთ. But it's still good. No, I think great experience, but I'm not sure if I'm gonna go back. რატო? ფასის ბანჩე? არა, ჯერ ვიწვალე გორში ჩავე. აი ხო ხდება ბევრი რაღაცა. Crazy. მაგრამ ზოგადად ეგრე გიწევდა 9 საათი სალონში? არა, მაგრამ აი მართლაც მასე დამაკუდა, აი მაგას მივცემ და ძალიან ისე სათიუთად ეპყრობოდა ჩემთვის. მართლა ძალიან კაია, უბრალოდ, რავი, აი იგივე ფასად სადმე აქაც გავიკეთებ, რო არ ვიწვალო, ჩასვლაზე, თორე თუ გორში ხარ. შემდეგში ბარტერით გავაკეთოთ ყველა. Kiwi პლიოთან. მე არ უნდა ჩამორჩენილიყავი ხალხანას და თმაშა ვიჭარი, მაგრამ I'm a boring ass man, ამიტომ ჩემთან საინტერესო არაფერი. მადლობა, babe. I literally asked for the compliment.
მიხდერობრივი. კი, იმიტომ რომ პერჩევა მჩნი არა და რომ მოდი მიყვება რომ სალონში ვიყავიო რაღაცას მიყვება და არც I didn't acknowledge anything, იმიტომ რომ თმა შეჭრილი აქვს, მაგრამ იცი რა ვიპავა, ჩვენ რა ვიყავით იტალიაში, შენ ქონა მოკლე თმები. ეგ მოგეწონოთ. ხო და ეხლა მე TikTok-ის დრაფტებს ხალხო ჩავუყვები ხოლმე, ჩემი ჰობია ყოველდღე, ჩემ 800-ივე დრაფტ ჩავუყვები და ვტკვები და შენ გიყურებ და ძალიან გიხდებოდა მოკლედ. Okay, I'll try that next time. ეხლა მოკლედ გაქვს ვიდრე რეალურად შვები ხოლმე ზოგადად არა? კი, ეგრე ვთხოვე. მაგრამ always she does it so well. 3 წელია დავდივარ ჩემ სტილისთან თმის. 3 წელი. I like to be dedicated. I'm a very loyal customer. You are person in general. In general as well, yeah. Yeah. წინა ეპიზოდში დაგვიწერა ერთ-ერთმა ჩვენმა გამომწერმა სინერზე ცილაპარაკეთო და ვუყურე მაგ ფილმს. მაგის გამოვუყურე? არა, მანამ მქონდა ნახე და ხა მეთქი, ანუ to be honest, ეგეთი ფილმია თუ სერიალი? ფილმი არის. ნუ ალბათ რა შეიძლება ბევრი რამ იყოს სინერს და შეიძლება. შენ ფილმს უყურე. მე ახალი ფილმი არის ხალხო და ძალიან გაქვს თუ არა Van Helsing-ი ნანახი ან Van Helsing რა? Van Helsing-ი. არა. Helsing, ანუ ეგრე, ანუ ცუდი აქცენტი კი არა, ეგრე ქვია Helsing ეგრე. არა. და ანუ ეგეთი თემა იყო რაღაც, ანუ southern stage-ში საუბარი არის აი ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც მორჩა slavery და აუ მიყვარს ეგეთი ფილმები ძალიან. ძალიან კარგად არის გადაღებული, ეს კადრებიც ძალიან ლამაზი არის და არ საუბარი ერთი ტიპი როგორ ხსნის რაღაც კლუბს და მაგ კლუბს როგორ დაესხმება სამი ეს ვამპირი რა. Damn, იმენა ვამპირები. So you lost me there. იმიტომ რომ ვამპირები და იგეთები no. და დედაჩემს ის რო ვეუბნები რა რაღაც რო კითხებ აი რამე საინტერესო ფილმს ხარ ყურე recommendations რო ვაძლევ და ეგრევე თუ დატვინოს რაღაც supernatural აი რაღაც high fantasy არის ეგრევე I don't care. მაგრამ რა ვიცი კარგი კინო იყო მეგობრებო, მაგრამ რადგან არც ანას არ აქ ნანახი და მეც ბოლომდე მგონია რომ უყურე. There's not much. ისეთ ნოტაზე დაიწყე რომ მეთქი იმენა დასკვნა აქ დადებული ანალის გვიკეთებს, but now yeah. მე იცი რას უყურე ხალხო? კომეტები ქვია, ქართული ფილმია. გამიგია. ანუ ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, პირატულ საიტებზე, მე ყველაფერს უყურე პირატულ საიტებზე, უბრალოდ ერთი Netflix-ის აკაუნტი აქვს ჩემ დაკალს და პაროლი მომცა და Netflix-ის რაც არის მაგას უყურე მარტო მათ. ანუ ქართული პირატული საიტი რატო აღარ დარჩა, იმიტომ რომ ქართულ ფილმს ვუყურე რუსულ. ფილმი რაზეა? ორი ლესბოსელი გოგო, რაღაც 1960-იანი წლები გზეტა და ანუ ჩანაფიქრი იყო ძალიან კაი რა. ესენი ბავშვობის კადრები არის, როგორ არიან ერთად და მერე რომ რაღაც 50 წლის მერე, არა, ალბათ 40, რომ ბრუნდება ის გოგო და ისევ ხედავენ ერთმანეთს. ანუ ისეთი კაი ჩანაფიქრი. აიდან ბრუნდება? სადღაც პოლონეთში ცხოვრობს. Okay. ანუ ისეთი კაი ჩანაფიქრი იყო დავით რომ აი რომ დაულანდე TikTok-ში შემხვდა ამ ფილმის მეთქი ვაუ ძალიან მაგარი იქნება მაგრამ რა თქმა უნდა არა იმიტომ რომ როგორი გადაღება არის ანუ შენ იმენა უოჭოლად გადაიღებ ბევრად უკეთესად მაგრამ მეც კი უკეთესად გადავიღებ ანუ აი კამერა ესე დგას მოქმედება ვითარდება მე გადადგამენ სადღაც კამერას იქ ვითარდება და ეთყობა რომ ეგრე ხო აი ძალიან ის არა რომ აი ეგეთი ჩანაფიქრი ქონდეთ და მაგიტო უნდათ აი budget ხა არ ვიცი აი მე ყველაფერი საბოლოო მე მგონია რომ productions-ზე დაჯმა ცოტა რთული არის როცა ქართულ ფილმებზე საუბრობ იმიტომ რომ იცი თუ როგორი რთული არის ქართველი კინორეჟისორებისთვის რომ მოიპოვონ ეგ დაფინანსებები რა that's the hardest part მაგრამ აი თვითონ სცენარიც შეიძლება და ცოტა სხვანაირად წასულიყო იმიტომ რომ აი რაღაც არ განვითარდა დაიწყო მაღალ საფეხურზე ჩემი აზრით და დარჩა მან ანუ არსად არ წავიდა მაგრამ მაინც გირჩევ რომ უყურე იმიტომ რომ ნინო კასრაძე არის ლესბოსელის როლში smash just for that guys ხოდა მაგით ძალიან აღფრთოვანდი რა მე ზოგადად მგონია რომ ძალიან იჭერები ვარ კინოებში აი ზოგადად კინო კი იმიტომ რომ ერთხელ ვუყურე რომელიღაც ფესტივალზე ქართულ ფილმს რომელიც მიმდინარეობს ზემო აჭარაში და ანუ ესე იგი სიუჟეტი არის ასეთი რომ ამ ერთ პატარა სოფელში არის რაღაც თევზი, კურნალი თევზი, რომელიც კურნავს ყველა იმას დაავადებას. და მგონი ეს თევზი ხდება ცუდად თუ რაღაც კარაჩე. ზუსტად არ მოსმენთ 4 წლის წინ უყურე და მაგის მერე ვეძებ. მაგულზე ვერსად ვიპოვე და ხალხო დაუწერე. და სახელით დამავიწყე ვინმეს თუ გახსოვთ please tell me. და გადაღებული იყო რაღაც ეს ნისლიანი სცენები, ეს კერტაყვანის ცემლობის რაღაც მომენტები და რაღაც აი საოცრება იყო, საოცრება. Really? Absolutely.
ვა, ახლა მეც ვუყურებდი, მაგრამ თლად რო სახელი გვითხრან, მე გიჟივით უნდა ეძებო, რომ საჭ შეიძლება. ხო და მე მამეთ როგორი თემა იჭდება, იცი, იმიტომ რომ ჩემ დახალსა და ახალ სტორიში რომ რომელიღაც ქართული ფილმი არის აპრილი ქვია და ხო, არსად არდებს, აი ვერსტორპო და მიწერა, საბოლოოდ მიწერა იმას რა ქვია. რეჟისორს ხო ლინკი ჩამიგდია დრაივისა რომ ვუყურა. ანუ what's the point? ანუ მაგას ვთქვი თუ okay, ესე იგი თუ არც ერთ პლატფორმაზე არ დოს არც კავეზე არც არაფერზე, ესე იგი you're not profiting, ანუ არ არის ისეთი რაღაც რომ დამალო, ხო? მაშინ open source იყოს ეგ კინო, ანუ პროსტა შენთვის რომ აი ჩემი აზრით კავეა რომ ამოვიდა სამჭაობიდან, რაშიც მე ისავაგ და ანუ აი ქართული კინოს განვითარებას იმ ხრივ უნდა შეუწყოს ხელი რომ უფასოდ დადოს, თურმე ეს კომენტები უფასოდ იდო და ეხლა გადაიყვანეს ფასიან subscription-ზე, I don't know. და აი რაღაცნაირად რა არის თვეში თუ რაღაც ეგრე? I know, მაგრამ არაფრის ყურებას არ ვაპირებ და I was not that invested. ანტა რუსულადაც შენიერად უყურა. და რო გესმის ხო იცი აი რაღაც უკან ქართული? Yes. მე მომეწონა ხალხო და თქვენს გირჩევ. თან 10 და 10 წუთი აუცებ გადის. მაგრამ ხალხო ანუ რეკომენდაციები სანამ გადახოს, რეკომენდაციები გვაინტერესებს თქვენი ქართული კინოების რამე თუ იცით. ბაზარი არ არის. მონანიებას დაწერს ვიღაცა, I just know. მონანიება დაწერთ უკვე we get it. დაცისფერი მთები. ორი ყველაზე გაჰაიპებული ქართული ფილმი. არა, მე ქართულ ფილმებზე მახსენდება ვერისუფნის მელოდიები. It was like really ეგ რაღაც ბავშვობის. ხო, ახალ წელთან ასოციირდება. და როგორც ბავშვს გავასაბა და მართლა ძალიან კაი ეგეც, მაგრამ იცისფერი მთებზე არის რა, აი, top. მაგრამ ვერისუფნის მელოდიები ტექნიკურად musical არ არის? კი. ანუ მაგას უნდა ანუ reboots უნდა გადაიღონ. I would love to see that. ეხლა არის სპექტაკლი დადგეს. სად? აი ზურიანი რო არის რომელია? თეატრი. Okay. 200 ლარი ღირდა მე მგონი ბილეთი. So I'm going to pass this time. Well, we're not going to pass if we get free tickets. Period. Dress ვამბობდი? არ ვიცი, babe. იმიტომ რომ შენ ჩამეჩერი. Okay, ქართული ფილმები რო ჩავხუროთ ხალხო, მე დაცემა მოხდა ჩემი ყველაზე ერთ-ერთ double level-ზე, სადაც კი ვყოფილა, რადგან დავიწყე Love Island-ის ყურა. Can you imagine? მაგრამ ანუ მე კი ხალხო ჩვენ ქართული მეთქი. ქართული ბრიტანული. Love Island Georgia. აი ნახე შემდეგ ვერაში გამოვა. Love Island USA. USA დაიწყე. მე ვიცი რომ UK არის, I connect. კი ვიცი, მაგრამ USA-ის მე-6 სეზონი ყოფილა ყველაზე კაი. ვინც არის ეს Love Island რა არის? აი Prime House წარმოიდგინეთ, რაც ნანახი Prime House ქვია, ხო? ხო. რა სანახი არ მაქვს ერთადერთი მიზეზის გამო. იმიტომ კი არა ხალხო რომ მე ვიღაცაზე მეტი ვარ. უბრალოდ ვიცი რა დონეზე შემიძლია დავეცე და შემიძლია დავეცე ძალიან მწარედ. ძალიან ქვედა დონეზე. ამიტომ მეთქი I'm not going to start watching. დროცა დაიწყო ეს reality show. იმენ არც ერთი წამი არ მაქვს Prime House-ის ნაყურები, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ჩამითრევდა. და ეგეთი წარმოგედგენა? არ მაქვს ნანახი, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ არ ვიცი, არ მაქვს ნანახი. Love გავიგეთ რა გნახი, babe. It's okay. არა, მინდა რომ იცოდეთ. არა, აქვს რა ნახე. ეს არის ჩემი ერთ-ერთი დიდი flex, იმიტომ რომ ხო გეუნებით ყველაფრის ყურება შემიძლია და მაგას რო არ უყურე, it's a flex. ხო და Love Island-ს ვიცოდი რომ ჩამითრევდა და მე კი უყურებდა ხალხო და ცხოვრება გამიმწარა ბოლო 3 თვე ყოველ დღე მიხსენებდა. და მეთქი I'm gonna fucking do that. დავიწყე მე-6 სეზონს უყურებ USA-ის, ყველაზე კაი სეზონად ითვლება თურმე. მართლა ძალიან კაია, ანუ აი გიჟივით. ახლა ველოდებოდი რომ მეტყოდი რომ it's really not No, it's so good. უნდა დაიწყო გთხო. I know. კი. არა, ეგეთი ის არ მითრევს, აი too hot to handle თადე couldn't care less. I don't know, I don't. ანუ რაღაცნაირი არის, აი შენ ნახე შენ რომკომები გავასება, მამეთ შენში ჯდება რომ რაღაც პეცი გადადის. მან რომანტიკას ვერ ვიჭარ. აი მართლა ვერ ვიჭარ, უბრალოდ აი რაღაც კაი თემები ჩდება და კაი თემები ჩდება რომ აი კაცების სახე ძალიან ჩანს რა აი რა ტიპის კაცები არსებობენ ვინ როგორ მოქმედებს აი პირველად რომ დაინახავ როგორი მგონია რომ ეგ იქნება და მე რეალურად ეგეთი fuckboy აღმოჩნდება თუ არა და აი რაღაც ალბათ ქალების დანახვაც შეიძლება კაცის პერსპექტივიდან კაცები ვინც უყურებენ მაგრამ მე იმენა კაცის სახეებს ხედავ რომ აი ეს ესეთია და აი ესეთი ჯგუფი არსებობს კაცების რომ ესეთი მატყუარა და ესეთი ეგოცენტრული და აი რაღაც აი კარგად ხედავ ბუნებას ადამიანის და ძალიან ანუ აი ფსიქოლოგიური გაკეთებაა. მე აი ესე ხმად უყურებ ფსიქოლოგიურად. Love Island. მარა
Love Island-ზე მიმენა ვერ დავაკომენტარებ ერთადერთი ვიცი რომ TikTok-ები მხვდება და ბრიტანელი გოგო რო კითხულობდა რომ ესპანეთი კონტინენტია თუ ქვეყანა თუ რაღაცა ეგეთ რაღაცები რო ეშლება. მაგრამ ეგეთ რაღაც მგონია ხალხო დადგმული არის. ანუ like there's no fucking way რაღაცა ეგეთი დებილია. მართლა არიციან ხოლმე. მაგრამ it's not about that. გადართე National Geographic-ზე ან ამაზე თუ რაღაცის გინდა შემეცნებითი. It's for fun. და მე ძალიან ვერთობი ძალიან მომწონს. არ ვიცი შემდეგ რას გავაგზავნებ თქვენ დამიწერეთ მე მგონი აი Real Housewives-ები უფრო არ არის საქართველოს ცნობილი და Love Island-ს უფრო უყურებს ხალხი. ხო და ეგ ჩვენ უნდა შევცვალოთ. We have to like campaign for them. იმიტომ რომ ახლა გამოდის Real Housewives of London და ერთი სული მაკროდის გამოვა და Rhode Island. ანუ ის გითხარი რომ ბიჭმა უყურა Real Housewives of Amsterdam. Yes. ანუ ნიდერლანდურად. ხო ნიდერლანდ. ქართულად პირველად თქვი ნიდერლანდულად არც ვიცოდი. ჰოლანდიურად რომელი ენა სწორი ალბათ ორივე. ჰოლანდიურად მგონია უფრო. Okay. Nederland, there's no fucking way. მაგრამ უფრო ისე ნაფიქრად. ანუ ერთი ღამეს დამარტყა რომ ძალიან მინდოდა მენახა Real Houses of Amsterdam და არის მარტო ერთ ვებსაიტზე Hayu ქვია მგონი და ანუ VPN locked არის რა, ანუ კი არა location locked არის. საქართველოში ვერ იყიდი. მე ვიყიდე, ანუ შენ ხო კავე პლუს არის, მე გადავიხადე ფული. სხვაგან არსად არის და ოღონდ მომიწია რომ გამეკეთებინა ეს VPN-ი, მე გადამეყვანა რაღაც ანუ რეიფში იხდი ფულს მე მანდ. ღამის 2-დან 3-მდე 4-მდე მაგას ვწოვდი, მე 4-დან 6-მდე უყურებ პირველად მთლიანად დასწრაფებულად. მაგრამ ანუ subtitles და ფულს რო ვიძინებდი, ვფიქრობდი რომ დილით რა გავაგზავნებ Duolingo-ს ჩამოვწერ და დავიწყებ მე გადაგიერა ხა? გადამეარა. 2 საათი გაკაჩა. ერთ რაც ვიცი არის lekker, რაც ნიშნავს tasty. Oh my god. რა random სიტყვა არის რა დაიმახსა რა. ეს ჩემმა დახალმამასწავლა ძალიან ადრე და იქ ჩამჭა კარგად. Lekker. მაგრამ ერთ ამსანამ გადავალთ სხვა თემაზე, if we're talking about trashy reality TV. თვითონ ახსენა Prime House-ი და პროსტა მინდა რომ განვიხილოთ ერთი რაღაც. რომელიც მე ნანახი არ მაქვს. არც მე მაქვს ნანახი, ხო და ანუ ისე რა ზედა პირველად. Really? ზედა პირველად. როგორი confession იყო ხალხო? ჩემს ამეგობროწოში ძალიან თემა იყო რა to hate watch that რა და მე არ მიყვარს hate watching-ის არ მჯერა და ზოგადად if you watch something you have to love it. მაგრამ ნახე ის ფაქტი რომ თურმე და ეს არ ვიცოდი მე. იყო Facebook live-ები. სადაც ანუ 24 საათი გადიან და ხალხი ღამის 3 საათზე ერთმანეთს წერდნენ chat-ში man. That is insane. მე მომწონს. მოგწონს. იცი რა მომწონს, რომ ხალხს რაღაც გასართობი გაუჩნდა. იმიტომ რომ ეხლა TikTok-ზე რაც ხდება. ანუ აი შენ ეხლა ძალიან გებანძება და მაგრამ ვიღაცას ებანძება Love Island ხდება. არა, მაგაზე არ მოგცავარ ნახე გებანძებაზე და არ გებანძებაზე არ არის. ანუ უყურე იმ ეპიზოდებს რა გამოდის რა, მაგრამ ღამის 3 საათზე, ღამის 3 საათიდან 6-მდე რო უყურებ იმას რა ქვია, live-ს ვიღაცას როგორ ძინავს, ეგ ცოტა weird არის. Weird. It's not weird. და რა სელოდები რომ ვიღაცა ადგება და რა მოსასმალ წავა? არ ვიცი, თქო რაღაცა სელოდებოდნენ. არ ვიცი რა ხდებოდა ღამის 3-ზე იქ, მაგრამ შეიძლება რამე უკეთესი წაფილიყო. Don't hate me you guys, მაგრამ to me it's insane. And that's my opinion. Please. We don't need that. გეშინია რომ ვინმე დაგვაჰეიტებს. ეხლა მინდა რომ რამე reality show დაიწყოს, იმიტომ რომ TikTok-ზე რაც ხდება, აი მართლა გასაჩერებელი არის ქართველი ერი, იმიტომ რომ რატომ? აი ეს რაღაც აი ოდნავ რომ არა რაციონალური ადამიანები დებენ ვიდეოებს რა და აი ეს ჰაიპი რომ მიდის და ვითომ რო ღადაობს, მაგრამ ძალიან ჩართულები არიან ფულებს რო ურიცხავენ ამ ხალხს. ანუ შენ კიდე არ ხარ TikTok-ს, მაგ ხარეს და მეც არ ვარ და ჩემი დაქალები რო ხადაობენ ხოლმე ვეუბნები რომ მეთქე არ ჩამიგდოთ TikTok-ს, აი ქეთი და რაღაც ეგეთი ტიპები რა. იმიტომ რომ ჩემი ალგორითმი რო არ გაფუჭდა, ჩემი ნაგები ნალოლიავები ალგორითმი და break by break. ხალხი ანუ დავით ფულებს ურიცხავს, რაღაცნაირად ძალიან invested არიან რა, live-ებს უყურებენ, ანუ აი ობსესია არის ჩაოლობრიოდ გასაკავებელი არის ხო და მე მგონია რომ აი შენ ახლა ძალიან სწორად თქვი რაღაც რომ მართლა ქართულ Oh my god, what did I say? ქართულ entertainment ძალიან აკლია ხალხო ახალი შოუები ვაღიაროთ. კი ზუსტად ეგ თქვი მე. მაგიტო არის რომ ანუ აი ვხაჭავთ ფულს ვიღაც random ფულზე, როცა შეგვიძლია ქველმოქმედებაში გადავამის სამართლად და ყველაფერი. ზუსტად. და მართლა აი რაღაცა გასართობი შოუები არ ვიცი ტელევიზორში დღეს რა ხდება, მაგრამ მე მგონი არ არის. არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ერთადერთი რაღაც პროდუჟენია გვაქვს მგონი კავია პლუსით. იღბლიანი ბორბალია თუ ახლა.
გახსოვს ეგრე იყო? კი. რეტრიალდა. დუტას მიყავდა ხო? პანიკოთ არ ხნიშულს მე რა ხო მე მგონი თავიდან დუტა ოკეი მე ეგრე მახსოვს და ხო ადრე შორენა არის ხო ვინც ხო დედოფალი შორენა ბეგაშვილი ხო რაც ძალიან მიხარია აი მართლა ძალიან ახლა დაგვენძრა ის რა შორენა ბეგაშვილს ყავს ჩაქცეული ქმარი თუ whoever he is ისე მიხარია ყოველდღე ბედნიერდები მაგამით იმიტომ რომ ისე მიყვარს ეგ გოგო მართლა აი ჩემთვის რომ მინდა კარგი იმისთვისაც ზუსტად ეგრე მინდა აი ასეთი დაქალი უნდა ყავდეს ყოველას ანუ აი ვიღაცა რომ რამეც დაწერს ისე უბრაზდები ხოლმე რომ არ ვიცი ალბათ მე და არავინ სხვა ეგრე fake account-ი თუ გქონდა შეგიძლია მიწერო ხო იცი მაგ იმას hate კომენტარებს to like go in like deep with them არ მინდა როგორც ჩემ თავზე არ მინდა ცუდი რაღაცების აკითხვა ისე მაგაზე არ მინდა რა აი თუ ისე არ მოვხდა თვალში და ანუ ამე რომ იცის ხალხო ყველასთან მაგ ნალაპარაკები თუ როგორი დედოფალია შარნა ბეგაშვილი და ლექციები აქვს ჩატარებული ხალხო ლექციები აქვს ჩატარებული იმენ არ ვიღლები ეხლა ამით შემოგაფარგლებთ მხოლოდ thank you don't you dare say something bad about her we love you Sharna ერთი რაღაცა და ვსა ჩავხუროთ საქართველოს შარნა ბეგაშვილს ახლა გამახსენდა თან ქართულ კინოებზე რომ საუბრობდით კინოში ადრე გადიოდა თბილისი სიყვარულის ქალაქი გახსოვს სადაც შარნა ნიუდარი ღმერთო რუსკამაყაშვილი რუსკამაყაშვილი მთავარ როლში იყო მგონი არა და გვანცადარესელია და ექსასტავე არა მგონი რუსკა იყო მთავარ როლში ხო გახსოვს ეგ ფილმი ანუ სახელი მახსოვს მაგრამ რა ხდება ანუ სცენარი აღარ მახსოვს რა იყო ანუ ვიღაცა რაღაც love story არის მაგრამ ანუ აი ეგ ფილმი მაგრამ მე იცი რა მახსოვს შარნა ბეგაშვილს რომ იყავდა ღამით გადაცემა რა ერქვა ხამე შორენასთან მე მგონი. ხამე შორენასთან ერთად. აი, მაშინ ვიყავ 6 წლის მე მგონი და იქ ვხვდებოდი რა დედოფალთან მქონდა საქმე. და უყურებდი? ანუ ძალიან ღამე იყო ხოლმე და თან ჩემების სახში იყვნენ. ვუყურებდი. ხوارდა. იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა და აი ძალიან რევოლუციური არის ეგ გოგო ჩვენს რეალობაში ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან, იმიტომ რომ აი ვერავინ ვერ გაბედავდა, დღესაც ვერავინ ვერ გაბედავს რომ ეგ გადაცემა წაიყვანას და გოგო მაგას აკეთებდა. აი ძალიან დიდი respect მაგ you have no idea. ერთ ამ ფილმის უი ოცნებების ქალაქი. თბილისი სიყვარულის ქალაქი? კაია, ძალიან ახლოს იყავი. ოცნებების ქალაქი. ანუ თან ეს პოსტერი you guys ანუ it was so iconic. კი. ნანკა კალატაზეშვილი თამაშობდა ამ თავაროს. აი გვანცადარესელი სწორედ მახსოვდა რუსკაც. Oh my god I'm so smart you guys. ხალხო ეგ ფილმი ჩემთვის იყო რაღაც აი არ ვიცი. ჯერ ერთი ხა არ წამიყვანა შემამშობლებმა კინოში, იმიტომ რომ it's like ანუ შარნა ბეგაშვილის ზუზუები იყო. ეს სცენარო იყო, მაგრამ ანუ მაშინ უფრო გამბედავები ვიყავით ქართველები. არ ვიყავით. ანუ აი იმ დროში რომ ეგეთი გამბედავი ყოფილიყავი, ყველა მაგაზე ლაპარაკობდა ხვდები? აი ძალიან კარგია. დიდი თუ პატარა და აი ამას რო ეკუები. ვიღაც ერთი რო ცუდად ილაპარაკებს შენზე, ეგ გაღიზიანებს და მე მართლა მანეროულებს და მაგით ვარ ვკითხულობ კომენტარებს TikTok-ზე, მაგით ეკითხულობს დავითი. და ანუ შორნა ბეგაში აი მართლა ყველა მაგაზე ბებია ჩემი, დედა ჩემი, აი ყველა თაობა. მაგრამ მე ყოველთვის ვიცავდი of course. Just not არა, მე მიყვარს if something is provocative და conversations iწყებს ისინი რომ უკვე რაღაც წინ მივდივართ რა. კი, მაგრამ რამხელა გამბედაობა ჭირდება რომ ეგ გააკეთო. მე არ მაქვს ეგ გამბედაობა. ძალიან ლამაზი სცენა იყო, აი ძალიან ლამაზი სცენა იყო. არ ჩემ გაქვს ეგ გამბედაობა, მინდა და რომ გეთქვა და არ ამბობს და Oh, please do. მე ძალიან მიყვარს. Anything for the views you guys. At this point, anything for the views. ახლა გადავედით შემდეგ topic-ზე mash which is Sabrina Carpenter's აბლოშკა. არ ვიცი? Sabrina Carpenter's cover photo. არ გაქნა ნახე? ძალიან დიდი დებატები გამოიწვია. რომ როგორც Sydney Sweeney-ზე ამბობდნენ რომ she's not feminist enough. ეს არის? ეს არის რაღაცან BDSM არ ვიცი, მაგრამ to me it's kind of chic. Yeah, it is, მაგრამ ფემინისტური არ არის ახლა. ხო, მაგრამ თუ ფემინიზმ საწყობა ალბომში, მაგრამ არ მგონია იქ. მაგრამ რატო არ man child ქვია სიმღერას? Man child. ხო, არა, მე ესეთი დაჯმებს ვერ ვამართლებ, ხალხო რაც უნდა ის დაადოს ფოტოთ. ხო, მაგრამ ჩემი ლანა დელ რეი თვითონ კანვაში აწყობილ ფოტოებს ადოს. აი ეგ არის საოცრება. აი მართლა საოცრება. That is camp. Nobody else does it. აი თვითონ შედის, თან აი უეჭველი აქვს MacBook-ი 2016 წლიანი, აი 8 ათებს. აი ყაბელაპანში მან ძის, სათვალეები უკეთია.
აი ესეთი აღარ sirens vibe რა იყო. ხო, ან ისინი like Foxy. ხო. და უწკაპუნებს რაღაცებს ისე რომ თვითონაც არ იცის და ამას რო ფონტებს რო არჩევს. ამას რო წარმოვიდგენ იცი როგორ მიხარია ხოლმე? She's a girly. She's a marketing girly in her heart using Canva. შენ რო ყავდე აშენდებოდა? Yes, Nia. Sabrina მეთქი, Lana. Give me a call. Call him. Sabrina-ზე რას ფიქრობ ანუ? ხო და არ ვიცი რა ანუ არ მინდა რომ მე მეგონა შენ უეჭველი. ეს თანახი, მაგრამ ხალხო ძალიან დიდი დებატები იყო. აი ჩემს ამ მეგობრ წაშიც დებატები იყო, რომ ზოგი ამბობდა რომ ძალიან ლამაზი არისო და პირიქით რაღაც ესთეტიკაში ჯდებაო და იმას უარყოფს რასაც ლაპარაკობს, ანუ ოღონდ intentionally. და ზოგი ამბობს რომ არა პირიქით რაღაც ძალიან სამარცხვინო არისო, რომ აი თმას რატო უკაჩავსო თუ რაღაც I think we moved on. It's not that deep ჩემი აზრით. მეც ყოველთვის რომ ეგრე რომ ანუ it's never that deep you guys. It's never that deep. Okay, დავხურეთ Sabrina-ს თემა. ვაღიარებ რომ we shouldn't care. ეს არის ჩვენი კონსენსუსი. ყველაფერზე რომ we don't care. ცოტა რო ვილაპარაკო რა გავაკეთე ამ კვირაში. იმიტომ რომ რაღაც ძალიან რამე გავაკეთე? რამე გავაკეთე მეგობრებო, დავტოვე ჩემი სახლი, გავედი ჰაერზე და ვიყავი გამოფენაზე. ძალიან კარგ გამოფენაზე. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართველი მხატვრის ტატო ახალკაციშვილის და გამოფენას ერქვა ქრონოსი. და ხა რატომ მინდა რომ განვიხილოთ ისა ჩავსვამ ფოტოს ამ თავარი ნახატის რომელსაც ქვია ქრონოსი. ქრონოსი იცი ვინ არის? ქრონოსი არის მითოლოგია. Personally mythology. I just knew. მითოლოგიაში არის ტიტანი, რომელიც ჭამს თავის შვილს. Oh my god. Correct me if I'm wrong. მინდა რომ შესამით მეუბნებოდე და დაგეჭირა. თან მაგ გამოფენაზე ასევე იყო ლექცია და სოც ლაპარაკობდნენ ამ კოლექციაზე, what was the inspiration and everything else. და აი ისე თვითონ ჭამნა თქო, მაგრამ მე მინდა რომ ჩემი ინტერპრეტაცია დავუმატო ამ ყველაფერს. იმიტომ რომ art is subjective you guys. მაგრამ ძალიან კარგად იყო ნათქვამი თუ როგორი პოლიტიკური undertone შეიძლება კონდეს მაგ ნახატს რომ ანუ აი უფროსი თაობა ჭამს ახალგაზრდა თაობას რა მით უმეტეს როცა ამ გარემოში ვართ როცა ეგეთ პოლიტიკურ მდგომარეობაში ვართ ყოველ დღე so smart და ანუ აი რაღაც რავი ძალიან მომეწონა მოკლედ ძალიან კარგი გამოფენა იყო წამიყვანა გრიგოლ რობაქიძეზე და მამათა და შვილთა ბრძოლაზე დაახლოებით იგივე თემა არის ალბათ და ისევ დღეს რატომაც მგონი რომ ძალიან ქართული ეპიზოდი გვაქვს იმიტომ რომ ქართულ კულტურაზე ვსაუბრობთ მაგრამ ისევ ხალხო აი მაგ ლექციის დროს განიხილავდა ასევე სხვა ქართულ მხატვრებს თვითონ კურატორი ვინც იყო ამ გამოფენის რა და სან მიყვარს შენ რაღაც რაც გიყვარს იმაზე რომ ლაპარაკო Go ahead babes და არა უბრალოდ აი რომ გადავხედეთ და ანუ ლაპარაკობდა სხვა ქართულ მხატვრებზე როგორი ნიჭიერები ვართ პროსტა როგორი ნიჭიერები ვართ რა და აი how little we care about our art აღვაღიაროთ რა და ჩემი აზრით მეგობრებო and this is a free tip from me ძალიან აი ეს თემები ახლა რაც ხდება ხო ან სამწუხაროდ მაგ ლექციაზე იყო მხოლოდ 25 ადამიანი რა და უნდა იყოს ეს ყველაფერი აი marketed as fuck ანუ მარკეტინგი უნდა ჩაერთოს აბსოლუტურად ყველა გალერეას ყველა მუზეუმს რომ ანუ ეგეთი რაღაც ივენთები იყოს interaction იყოს რომ ანუ ამ ხატრებსაც კონდეთ რაღაც ესეთი შემოსავლის სხვა წყაროებიც არ მხოლოდ იმის გაყიდვის რა ქვია ნახატების იმიტომ რომ they are not cheap you guys ანუ as much as we want to they're not cheap ანუ 25 ადამიანი იყო იმიტომ რომ შეზღუდული იყო დასწრება ხო და ანუ ეგ ერთ-ერთი ეგ approach არ მომწონს რა მე მინდა რომ იყოს აი გადატენილი და რაღაც აი ყოველთვის მახსენდება აი Sex and the City-ში რომ დავუბრუნდეთ რომ იყო ეს ივენთები ეს gallery openings და რაღაც და რამდენი ადამიანი დადის რომ დისკუსიები მიდის ხალხი ყიდულობს რაღაც ახლა მესმის რომ შეიძლება აი reference-ად Sex and the City ამ კონტექსტში არავის მოუყვანია დარწმუნებულიო here we go არ ვიცი უბრალოდ ცოტა ანუ სავდიანი გამოვედი რომ ანუ მეთქი აი this has to be appreciated more ბაზარი არ არის მაგრამ მე მგონი რომ ვიხოდებით იმიტომ რომ ეგ მუზეუმი Fine Arts of Georgia ანუ ქართული ფერწერის მუზეუმი probably I don't know ხო correct me if I'm how should I know მე ვძახი არწივის მუზეუმი პარლამენტის მოპრედებელი მხარეს რომ მან ტარდებოდა ასევე Banksy-ს გამოფენა და ეგეც იყო რაღაც საოცრება ანუ curation იყო საოცრება ეს ინსტალაციები იყო ძალიან მაგარი რავი მაგას ვამბობ რომ ანუ ხალხო we should demand for the government to put more money into culture not just culture mara მოდი ვთხოვოთ ჩვენს ხელისუფლებას იმიტომ რომ ანუ გასაკანი ძალიან ბევრი გვაქვს ძალიან ბევრი ნიჭიერი კურატორები ყავს მხატვრები ყავს where is the fucking culture where is the fucking money და სულ ყოველთვის აი ჩვენს გულაპარაკი ამაზე ძალიან ხშირად
ხალხო pre-covid თბილისი იყო რაღაც აი არ ვიცი ვაფშე სხვა გარემო ვაფშე აი სულ რო ისინი იყო რა ქვია ივენთები სულ რო რაღაც ეს intellectual night სტარდებოდა რაღაც ეს galleries and stuff like that ან რაღაც ძალიან სხვა ხოძე ვიყავით და ახლა მგონია რომ ვაფშე არაფერი არ ხდება მე არ მაქვს საუბარი ბოლო 1 წელზე და 2 წელზე მე მაქვს საუბარი ბოლო 5 წელზე მეც ბოლო 13 წელს. ანუ what's going on? გეცანხმები მეც, აი ძალიან მინდა რომ კულტურაც წამოიქაჩოს show business-იც, იმიტომ რომ აი მუსიკალურადაც ხო, ერთი აი სტეფანე მახსენდება, ვინც რაღაცებს ჩალიჩობს და წერს ხოლმე, ეხაც გუშინ შეხვდა. კორდი. ანუ აი რაღაც შამკვდარი არის რა და აი ყველა აი კულტურაში რო ხარ ზოგადად ან რაღაც მაგ მიმართულებით რო განავითარე შენი თავი, რაღაც ჩაკეტილი ხარ. კაი, მხატვრები კიდე დახატავენ რაღაცას და გაყიდიან. მართალია შეიძლება საქვეყნო ცნობილები ვერ გახდნენ და არც არიან, იმიტომ რომ კაცი პირველად გავიგებინ ჩვენ თქვენ. Sorry you guys. მაგრამ ნუ მაგათი პროფესია მაინც ეგეთია, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულ ჯგუფზე აქვთ გათვლილი და მაქედან ხო და ეგ არ მომწონს რომ ყოველ აი ძალიან სნობური მიდგომა ყოველთვის ეგ მაგ ყველაფერს რა და ეგრე არ უნდა იყოს. ხო და ეგრე იყო ყოველთვის, მაგრამ აი show business-ი არის ყველასთვის თითქოს და არაფერი არ ხდება არც მანდ და აი ეგ არის შესაძლებელი. ხო, ანუ ამ გარემოში მაგრამ ეგეც თუ სახალხო გახდება, რა თქმა უნდა, მივესალმები და ხო და ამ გარემოში აი მთელი ქვეყანა რო დასტრესილი არის, ეგეც რთული არის რომ ანუ კრეატიულ ადამიანს მოთხოვა რომ I to put out something or produce something. მაგრამ რა ვიცი აი there has to be some solution. ერთადერთი რაც მახარებს ძალიან არის რომ თეატრი booming as fuck. აი, სვეჩი. ანუ გუშინ როცა ვიჭრიდით მას, ზუსტად მაშინ აღმოაჩინა ერთი სპექტაკლი და მინდოდა რომ მე და მეგი წავსულიყავით. ანას ვერ შეძლო, იმიტომ რომ არის ქალაქში და ხალხო აი ველოდები მაგის პასუხს გადის 10 გავიდა 10 წუთი. იმენა 7 წუთის თემა არის რომ 7 წუთი აჰა. მე ვერ მოვდივარ თქო და მეგის ველოდებით რომ კაი ჩვენ წავიდეთ და რომ დაწერა და ბილეთები აღარ იყო. აღარ იყო ბილეთები, ამოყიდული იყო. და დარჩენილი იყო 5 ბილეთი, რასაც მე ვაკვირდებოდი და ვარჩევ და ეგეც ამოიყიდა ეგრევე. ძალიან მიხარია. თან მიხარია, თან ძალიან ბრაზები დავღიზიანდა. შენ რო ვერ მოასწარი. მაგრამ თეატრზე მართლა ძალიან ბუმია. იყო დრო რომ აი სკოლიდან გვიშვებდნენ ხოლმე თეატრში მე მახსოვს, იმიტომ რომ არ იყიდებოდა თეატრის ბილეთები და ჩვენ აი რაღაც 5 თეატრის ბილეთს ყიდულობდი რაღაც 10 ლარად მე მგონი და დადიოდი თვეში ერთხელ თუ რაღაც და ძალიან კაი ინიციატივა იყო, მაგრამ არავინ არ დადიოდა და ეხლა არის დაგლეჯვა პროსტა თეატრის ბილეთებზე ძალიან მიხარია. რამ შეუწყო ამას ხელი შენი აზრით? აი ეგ კი ვარ მაგ ჯგუფში, იმიტომ რომ ბილეთებს ყიდიან ხოლმე ხანდახან და აი ჩემი აზრით ვასო აბაშიძის თეატრი. ვასო აბაშიძის თეატრში რომ მოხვდე ხალხო, ეგ არის ისეთი პრივილეგია. არა, აი ეგ თეატრი რომ მოიხოდა, დოიმ რომ მოხოდა. კი. მაგან ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა, იმიტომ რომ ყველა დაინტერესდა. მეც ხალხო იმდენი საათი მიწვალია რომ მაგათი ბილეთები მეყიდა ძალიან ბევრჯერ და გაყრა შეყრა Chronicles. აი გაყრა და შეყრა იმენა გარდატეხა მოახდინა სოციუმში დამოკიდებულებაში თეატრის მიმართ იმენა ვაუ ძალიან მიხარია რომ ეგ მოხდა მე ყველა მარტო ვასაბაშიძე კი არა თავისუფალი თეატრი რუსთაველი მარჯანი ყველა ერთიანად წამოიქაჩა მაგრამ და მე მომწონს რომ ყველას თავისი ვაიბი აქვს აი ყველა რაღაც თავისი ნიშას აწვება პრესტა თეატრი რატოა ესე წვირი ანუ მე მესმის იმიტომ რომ მან ნახე როგორ თამარი რომ მიდიხარ მან დრო ჩდები მაგიდაზე მან მაგ თანხაში შედის საჭმელიც რა იქნება არ მინდა ანუ ისე მინდა რომ the whole experience ანუ ჩათვალე აი რაღაც აი კაბარეს მაგვარი არის რა ეგ მაგაზე ჩიკაგოზე კი ხო ჩიკაგოზე მაგრამ ეხლა ვერისუბნის მელოდიებს მე მგონი არ არის ეს dining experience არ ვიცი I'm not sure that it's still expensive მაგრამ ნახე იმ კონტექსტში რომ გაითვალისწინო აი უცხოეთში რა ჩდება ეგეთი რაღაცები ბერეტერია ხო ნუ ახლა ბროდვეიზე რა წახვიდა რავე ანუ პრესტა ველოდები იმ დღეს ჩვენთანაც არის ოდნავ მოხდილი სტენდაპები, მაგრამ ევროპაში და ამერიკაში არის სხვა level-ზე და ჩვენთან როდი შემოვა ეგრე ძალიან მინდა, იმიტომ რომ ყოფილვარ 1-2 ჯერ. ხო, წამიყვანე ჩემმა დაქალმა გიждდება ეგეთ რაღაცეებზე და ანუ კაი იყო, მაგრამ აი ხო ხტები ვერ ჩამithრია მთლად ეგრე და ეხლა წამოვა ჩვენთანაც არწმუნებული ვარ და თუ ვინმეს გეხერხებათ, აი მე რომ ეხერხებოდეს ეს რაღაც სტენდაპერობა ძალიან. გონია რომ ძალიან კარგად გამოგივა. Really? No. პროსტა ერთადერთი არის რომ ძალიან ერთადერთი შენი მინუსი ალბათ რაც იქნებოდა it's not about jokes and jokes კარგი იქნებოდა მაგრამ აი სოციუმ აი რო აკვირდები stage და ანუ ხალხი იცინეს თორე ეგ ძალიან დაგწებავდა მგონია სოჩი რო არ გაეცინეთ იქვე მოვიდა ეგ არის ყველაზე მთავარი მოსაშორებელი stand up comedian ხარ რა ანუ you have to play off of that მე მიყვარს ძალიან stand up-ი
ქართულში მართლა ვერ ვიყავი ეგრე კარგად. I'm so sorry. არიან ვიღაცაები და იმენი გიშტავა ხალხი, მაგრამ ერთადერთი ის ვინ მახსენდება სტენდაპში ის გოგო ცნობილი TikToker-ი რო არის. ახლა რო გადავიდა პარიზში საცხოვრებლად. თათო ქარჩავა. ხო, მაგას კონდა ერთხელ. ხო, თათო ქარჩავაზე გიშტები. ჩემი ყველაზე საყვარელი ინფლუენსერი არის საქართველოს. ყოველ ეპიზოდში გვაცვლება საყვარელი ინფლუენსერი. კაი, მოდი ეგ clocked her real hard. არა, იცი რა სამ თაკო არის სხვა მიმართულებით, უფრო lifestyle და ანუ თათოც ეგეც თორებს და ხოლმე, მაგრამ თათო არის უფრო აი იუმორისტულად რა, რაღაც ხადაობს იმენა. და თაკო უფრო აი everyday life და რაღაც ან სხვა თემებში არიან. და თათო აი მაგხრივ ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ შთორსაც როდებს, აი სუმეცინება, სულ რაღაცაზე გადაობს და ძალიან მომწონს. ხო და მაგასაც ქონდა რაღაც stand up show ორჯერ თუ ანუ ხშირად არა, მაგრამ ვიღაცები არიან იმენა მაგას რო საქმიანობენ და ცნობილების არიან, просто არ მახსოვს სახე. ის რომ ეგეც stand up-ში არ გადის, რაღაც თერაპიასავით რო ატარებენ სამი ტიპი ერთ-ერთი რო ბენდუქიძის შვილი არის. ხო, კი. აი მაგაზე არ ვნამყოფი და I would actually love to go. აი კაცები იცი გადაცემა რო არის, მაგის ისტორიას მე ვერ ვიგებ ხალხო, მართლა შევეცადე რომ მომწონებოდა. არ მოგწონა. გიშტება ხალხი. ახადაობენ ეგენიც და მაგასაც აკეთებენ. თავისი აუდიტორია აქვს ყველას რა, მე ხვდი და მაგათი აუდიტორია მგონი ასაკობრივად უცებ სხვა არის ვიდრე ჩვენ. კაცები არიან ჩემი აზრით, უფრო მეტად. ხო და აი რაღაც ვერ ჩაუჭირე, მაგრამ მიხარია რომ რაღაცას ვიღაცა აკეთებს და ხალხს ამასინაც ველაპარაკებოდი ჩემ მეგობარს და ამბობდა რომ ქართული YouTube-ი ძალიან იხდება ახლა. ანუ ჩათვალე ყველა ადამიანი მოდისო ტელევიზიიდანო და ჩემ დაკალმა მითხრა გუშინ ეგრო რუსკა მაყაშვილიო ნანიკო ხაზარაძე ორჯონიკი ხო ანუ ხალხი წამოვიდა მე ძალიან მიხარია როგორც YouTube-ის OG fan as you guys know მე ძალიან ამჯერა რომ it took us so long to get here მაგრამ ანუ ნახვები ძალიან ბევრი არა აქვს, იმიტომ რომ აი ხალხი გადმოსართავი არის, ხვდები ჯერ კიდევ ტელევიზორები და Facebook-ის ვიდეოებს აზიან, მაგრამ თან ისეთ ერაში ვართ, რომ TikTok-ი ისეთი მოხდილი არის, რომ ადამიანს მარტო 15 წამი აინტერესებს რას ლაპარაკობ. ეგეც ძალიან რთულია, რომ YouTube-ზე ვიღაცა აყურებინო. მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს რა, აი რაღაც მომენტში მინდა რომ 15 წამი შევხედო, მაგრამ მე როგორც პოდკასტების ძალიან დიდი მოყვარული, აი რაღაცას როცა აკეთებ, ან გზაში ხარ, ყველაზე მეტად მიყვარს პოდკასტის მოსვლა. აი თავისი დროა ყველაფერს. კი. მაგრამ მიხარია, მოიხოდებიან ჩემი აზრით. We're cheering for you guys. Yes, we are. მოკლედ მე ტრადიციულად მომაქვს ახალი ამბები from tech world და ნახე თუ არა მაინტერესებს Apple-მა რო დადროპა ახალი iOS-ის ვიზუალები. No. არ გინახავს? Короче, ბოლო iOS იყო 18 და ახლა გადაახტებიან და იქნება 26. The fuck. iOS 26. Right-ა. და არ ვიცი რა, მგონი 26. Makes sense. და ანუ ყველაფერი იქნება როგორც აი შუშის მაგვარი რა. აი ასეთ აი ამ ვიცე იქნება ყველაფერი რა ჩათვალე. არ მინდა რატო? არ ვიცი. რა მისდან სამსახურება ეს ყოველი? რა რითი დამისახურეთ? და ერთ გოგოს და TikToker-ა ხალხო აი რაში გვადარდებს ეს design changes ჩვენთვის ყველაზე მთავარი ეს რომ დააბრუნოთო photo app როგორც იყო ადრე ეს არის ანა წიგნაძის ყველაზე მთავარი მოთხოვნა ყოველდღე Tim Cook listen up ბეწამები როიპოპატა მართლა აი სკრინშოტების პოვნა არის ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ფოტოზე რომ გახსნი photo apps ახვალ და რაღაცას მიაგნებ მაგრამ აი დასკრინულებში რო გინდა გადახვიდე ანუ ვეძებს ად არის და screenshots ვერ პოულობ ყოველდღე ხდება ეს და ხო შეიძლება ერთხელ დავიმახსოვრო და ვისწავლო მაგრამ არა მაგრამ ერთი feature რაც ძალიან მომეწონა I was so impressed არის auto mixing ჩვენ მე და ანა ორივე ვართ Spotify-ის მომხმარებლები მაგრამ ვინც ხართ Apple Music-ზე ანუ დაემატება ეს ფუნქცია რომ ორი ან თვითონ არჩევს აი თქო ჩარტი ერთი სიმღერა ძალიან მოგწონს მეორე სიმღერას არჩევს თვითონ და გადაიყვანს ისე, რომ როგორც DJ გადაიყვანდა რა, რომ ძალიან დაასვას და რამოდენიმე examples იყო რა. I was shocked. ისეთი კარგი იყო. ხო, აი გამოშტედი რომ მეთქი, wow, DJ-ებსაც დაიკარგათ უკვე სამსახური. At this point you guys. მაგრამ ეგეთი რევოლუციურით ჩემი აი ყველაზე დიდი toxic trait არის ჩემი რომ მგონია რომ უთესლესი DJ ვიქნები. მართლა, ანუ უნდა გაუსწორო ადამიანებს, ხო? ანუ უბრალოდ უნდა შეგეძლოს აუდიტორიის შესწავლა, ვის უკრავ, ვისთვის უკრავ და всё. ხო. ჩაჭერილი გაქვს. ანუ მე რო დამინახო, უნდა იცოდე რომ გავუშვი Britney Spears, Katy Perry,
გადადი დემილოვატო. Wow, okay. რატო გამოსენდა არც ისე ძალიან არ მიყვარს დემილოვატო. ხო და აი რაღაც ძალიან ნიშს რო უკრავენ ხოლმე, როცა აი ჩემნაირი სასტავი არის, იმენა არ ჯდება, უნდა იცოდე ვისთვის უკრავ. და იმაზე რას ფიქრობ? აი მეობაში რო არის, თქვა ჯუკბოქსები და თვითონ რო ირჩევს ხალხი. ძალიან მომწონს, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ ეგ არ გიშლის ნარობს, აი ჯუკბოქსი როცა აქვს ბარებს, იმიტომ რომ მეობაში მაგალითად რამდენჯერაც წავედი, ხალხო სულ აბატრიალებს. იმიტომ რომ უხდება სიტუაციას. მე მომწონს. იმიტომ რომ აი იცი როგორ სიმღერებს რთავენ, აი ვისაც ძალიან სპეციფიკური გამონება აქვს, იმას არ დაევასება, მაგრამ მე როგორც მას მარკეტზე გათვლილი. მაგრამ არის რაღაცა, მან მგონი რომ ისეთი millennial playlist-ი არის მაგ jukebox-ში ჩატვირთული. ხო. აი რაღაცები არის ჩვენ გვაგვწონს, მაგრამ რაღაცები არის, როცა მე I'm like, what? ხო. და ამას ყველა გიჟვით ცეკვას და უხარია. მე მაინც მომწონს. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ზოგ DJ-ის შობია ბევრად. ჩემი საყვარელი მომენტი არის იქ ციხეში. Rebranding უნდა განიცადა ცეხმა. ცეხში რო წამოედება ხოლმე ის ბიჭი კაბელს და ითიშება მუსიკები. ანუ DJ დგას უკან და 10 წუთში ერთხელ ედება ხოლმე კაბელს და ითიშება მუსიკა. არა, ეგ არაფერი არ არის. ყველაზე cute მომენტი იყო, რომ დაურეკა ვიღაცამ და ეგ ზარი რო შემოვიდა. iPhone-ის ზარი რო ჩაირთო. მაგრამ ხალხო ეგრე თბილისში არ მოსწრებს როდის გავერთე. რაც მან გავერთე. აი ძალიან. We recommend. კი. პარასკევით და ძალიან კაი DJ, ძალიან კაი სიმღერები იყო, millennial სიმღერები იყო, იმიტომ რომ დავითის მამიდაშვილი რომელიც არის იმენა. დეიდა ისა ბიძაშვილი. იმიტომ რომ დავითის ბიძაშვილი რომელიც არის იმენა გოგჩო millennial. იმენა თავზე დაიმხო მთელი ცეხი. ყველა. ეთქი საბო. ყველა სიმღერა იცოდა, ერთი წერა. ყველა სიმღერა იცოდა და გორდითა მაგიდიდან იცოდა კიდე ერთმა ბიჭმა და ეჯიბრებოდა. ამოსუბრავენ. მაგრამ მე ძალიან მომწონა, აი რაღაცები არ ვიცოდი და გამახსენდა. აი ნელი ფურტადოს რაღაც სიმღერები და was really cool. ძალიან კაი იყო. ამიტომ უნდა წავიდეთ კიდე უკვე. მაშ. იცი რა მინდა და აღმეღნიშნა? მედიაბა. აი ეხა არის პერიოდი ბავშვები რო აბარებენ უნივერსიტეტებში. ანუ წარმატებები. ჩემი ხალხა უხდენელი ოცნება არის რომ Ivy League-ის უნივერსიტეტში მესწავლა. ჩემიც. მართლა. შენ რომელში გინდა და? ხო გითხარი, მაგრამ შენ დააჭვი ამას. მე მინდა სტენფორდში. შენ Stanford მითხარი არ არისო Ivy League-ა, მაგრამ მაგრამ ჩემთვის არის Ivy League-ა. მაგრამ რა გინდა? ეგ უფრო tech თემა არის და რაღაც აი IT-ში ნიკები აბარებენ, მან და შენ რა გინდა? იმიტომ რომ ზუსტად ეგეცა მინდა რომ დავქორწინდე. შენ პროსტა მიდიხარ რომ ან მარკეტი შეიცვალა. ზუსტად რო ვიყო კალიფორნიაში, კაიამინში და ეგეთი book obsessed guys. Bookworm. არა, ეგენი წიგნებზე არ გიშტაბიან მე მგონი. თავისპანჩი იჭყვენები არიან, ხო? ჩემი ოცნება იყო Brown-ში სწავლა. არავის არ უნდა Brown-ში სწავლა. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს Rhode Island-ი, როგორც შტატი რა, აი ძალიან მუდი არის და რაღაც ძალიან ისეთი არის. იმიტომ რომ ეგ ვაფშე მაგ ტერიტორიას ხალხი ეს ბოსტონი, ეს New Hampshire, ეს Massachusetts გარჩევ. ეს ტერიტორია ქვენ New England და ვაფშე სხვაობები თლიან სხვა. ოფრემ დიდარი ამერიკელები ხო? დიდარი ამერიკელები არიან, არქიტექტურაც ვაფშე სხვანაირი არის და ანუ რაღაც ძალიან ისეთი არის. Cozy. მაგრამ ჩემ აღმოვაჩინე რომ ვაფშე საერთოდ არ აქვს ბიზნეს სკოლა. Berkeley-ის ტიპი. UC Berkeley? ხა. რატო? იმიტომ რომ რაღაც spoiled white people. თულა ვიზაკრები ხო? დღეს საათი რომ white people დამიცა ხო? ანუ იქ მექსიკელად გახვიდოდი რომ რამე, მაგრამ და ამას grants მოგცემდნენ როგორც minority. Minorities grants ისაც მომცემდნენ როგორც ქართველი. It's okay. I don't have to like fight for that. არა, ანუ სტენფორდი ხო ძალიან მომწონს, მაგრამ მე ყოველთვის მინდოდა მე და ერთ ჩემ მეგობარს სკოლაში, კოლუმბიაში რო გვესწავლა, იმიტომ რომ New York-ში რო გვეცხოვრა და ვიპოვეთ კოლუმბიას student card-ის ფოტო და ჩავაფოტოშოპეთ ჩვენი თავები. Facebook-ზე მინდოს ეგ ფოტო ხალხო გამოგიგზავნი. რა ჩემი სახე რო არის ჩასმული და ეს იყო ყოველს დიდი მანიფესტაცია, მაგრამ გაამართლა არ გამ. What was the caption? მიმიღეს. არა, პროსტა დავდე, არც მახსოვს რა არის caption, აი უბრალოდ მისწორდებოდა. Oh, that is so cute. ხო. არა, კოლუმბია მეც მომწონს.
მალე კოლუმბიაში ძალიან დიდი დრამები არის. მართლა? ხო, იმიტომ რომ ის რო არის ახლა. რო ჩაუშვა უნივერსიტეტმა თუ რაღაცა ძალიან დიდი პროტესტები მიმდინარეობს. რამე კონტექსტში შეგვიძლია მივაწოდოთ. ანუ ახლა დავით ახმეთაშვილის ძალიან ხალხი მეხება. ანუ კოლუმბიის ის ვინც არის რექტორი, ეგ არის რაღაც ტრამპისტი რა in a way. ტრამპისტი არის, მგონი უფრო ზიონისტი. აი, ხო, პალესტინის თემებში ძალიან ებრაელებისკენ არის მიმართული და აი პროტესტები რო ტარდებოდა თვითონ ამ უნივერსიტეტის ფარგლებში, იმიტომ რომ ყოველგანი იყო პროტესტები დიდ უნივერსიტეტებში, ძალიან დაშალეს და რაღაცა ისეთი ზომები მიიღეს რადიკალური და მაგის გამო აი ძალიან დაეჭვა ამ ქალს და რაღაც გამოსვლა ქონდა უნივერსიტეტში და და რაღაცები ეწახეს. და ის ფაქტი რომ დონალდ ტრამპმა ურჩია ჰარვარდის უნივერსიტეტს რა არ იყვანო international students ეგ ნახე? ურჩია? ნუ აი რა ვიცი ეგრე იყანა თქო, მაგრამ ყველა ისეთი ინტერპრეტაცია გაკეთო, რომ ანუ всё ჰარვარდის სტუდენტები უკვე არ მიიღებს ჰარვარდის უნივერსიტეტი არ მიიღებს საერთაშორისო სტუდენტებს. არ მგონია, იმიტომ რომ ძალიან დიდი წილი არის ხოლმე. ძალიან დიდი კი არა, ხალხო ანუ მაგაზე შოულობს ეგ უნივერსიტეტი. იმიტომ რომ ეგენი იხდიან ფულს. ამერიკელები ვინც მან სწავლობენ ყველა დაფინანსება, ანუ უმეტესობა. აი საქართველოსდან არავინ არ წასულა, ვინც იხდის full კი, მაგრამ საქართველოსდან არავინ არ წასულა, ვინც იმენა გაჭირებული იყო და უი ჰარვარდში მივდივარ. ხო ხტები? No, that's true as well, huh? I know. If there is, give us out. If there is, don't tell me, იმიტომ რომ მე ჩემთავს მაგას ვონები ყოველდღე, რომ შენ რო იქ არ ხარ, მარტო იმიტომ რომ არ იყავი ჩაქცეული მილიონერი. That's how you ანუ იცით რატო, აი ევროპაში სწავლა ჩემთვის არ არის რაღაც big deal და მგონია რომ აი ხვალვე იმენა წახვალ. ევროპაში სწავლა არის ხალხო აი გართობა, გულაობა. ხო, ანუ მე რო ვიყავი გართობა, გულაობა, მაგრამ მე ხო არ ვიყავი იქ ვარ ჩამემბარებია, მე ვიყავი გაცვლით პროგრამით, მაგრამ იქ ჩაბარებაც მე ეგრე ვუყურებო, it's not a big deal. ჯერტი იაფი ცხირს უმეტესობა თვითონაც უფასოა უნივერსიტეტები და თუ არა და grants გაძლევენ, მაგრამ აი ამერიკა ჩემთვის ძალიან ბავშვობიდან იყო big deal რა. იმიტომ რომ მართლა big deal არის. ხო. მანდ ხალხო აქ რო დავდივართ რაღაც პატარა ჩანთებით, რაღაც ანუ ის იქ დადიან პიჟამოებით, რაღაც hiking ჩანთებით იმდენი წიგნი უდევთ და რაღაც ეს ლეპტოპზე და ანუ ისეთ განათლებას აწყლავენ ვითომ? ძალიან intense არის. ნუ მე ერთხლის ბიზნეს სკოლებზე ვიცი რომ ძალიან რთული არის სწავლა რა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული რაც აქვთ არის ეს bell curve scoring system, რაც ნიშნავს რომ თქვათ ყველაზე მაღალი ქულა თუ მიიღე შენ გამოცდაში და აიღებ თქვათ 76. შენ დაგეწერება A. ყველას მე შენ პირდაპირ პროპორციულად ეწერება ქულები რა. ანუ ვიღაცამ თუ აიღო 72, შეიძლება A კი არ ქონდეს, შეიძლება ქონდეს C. ნუ გააჩინე როგორ ეს ამ დიაპაზონზე როგორ გადანაწილდება რა. ანუ ძალიან რთული ხალხი სახეს იძრობს ხალხო მან დროს სწავლობს რა. ანუ it's really hard. მაგრამ ანუ უნდა ვაღიაროთ, we have to give America the credit, იმიტომ რომ ძალიან კარგი განათლების სისტემა აქვს, at least უნივერსიტეტებში. მაგრამ მაინც ყოველდღიური ხალხი ყავს რა, რამე ხდება ეგ არ ვიცი. I'm gonna they're very specific on one niche, ან რაღაცას აიჩევენ. ანუ შენ სკოლაში იყავი და გამოცდილება გაქვს იქაური სკოლის, ხო გონია რომ იქაური განათლების სისტემა ბევრად უკეთესია, თუ არ გონია? კი, მაგრამ მე მინდა რომ not flexing. მინდა რომ ეგ კონტექსტი მოგეწოდა რომ ჩემი ქალაქი ითვლებოდა ამერიკაში მაგ წელს the smartest, the most educated city in the whole USA. Კაი, ძალიან კაი. Not flexing. მე არ მქონდა ეგ მომენტი, როცა მივედი სკოლაში, რომ ჯორჯიას ვეუბნებოდი, ვინმე მე ვთქოდა, რომ შტატიო, არა. არ იცოდნენ? იცოდნენ. ხო, იცოდნენ. Wow. ეგ არ მქონდა რა, ჩემი მეგობრებს ქონდათ ეგეთი გამოცდილება რა. აი შენი აზრით გეოგრაფიის ამ ხოლმე პრობლემა რატო აქვს? იმიტომ რომ ისტორიის და გეოგრაფიის გაკვეთილი გაერთიანებული აქვს და გეოგრაფია ვაფშე კიდე, გეოგრაფიას არ განიხილავენ, მხოლოდ ისტორიას სწავლობენ. მართლა? ხო, და ჩვენ ცალკე გვაქვს და რა მე გეოგრაფიაში ძალიან საინტერესო რაღაცა. გეოგრაფია არის ჩემი ყოველსაყრელი საგანი. Love it. იმენა. აი მე მაინტერესებს შენ უფრო აი full on აბიტურიენტული experience ქონდა ჩემგან განსხვავებით რა და აი მეგობრებს ჩვენ მაყურებლებს ვინც ახლა ემზადებიან გამოცდებისთვის რა რჩევებს მისცემდე? ანუ ჯერ ერთი რომ მართლა ძალიან სტრესულია და თუ დასტრესილი ხართ ანუ ჩვეულებრივი მომენტია რა იმიტომ რომ აი რო თენდებოდა 3 ივლისს მქონდა მგონი პირველი ქართულის გამოცდა და აი ეს ფაქტი რომ მთელი წელი შენ მუშაობ იმისთვის რომ ამ დღეს მიხვიდე და უბრალოდ კარგად დაწერო და შეიძლება რომ ცუდი დღე გაგითანდეს და აი ვერ იყო რა მოწოდების იმაღლანზე მაინც და მაინც ანუ ეგ არის ძალიან დამსტრესავი რომ აი რაღაც შეიძლება მოხდეს და უბრალოდ ვერ ქნა ის რაც გინდოდა რომ გაგეკეთებინა მაგრამ it's not that big of a deal ხო იმიტომ რომ აი ჩემი გამოცდილებით ყველა მაინც
ცუდი დღეც ქონია, კარგი დღეც ქონია, ყველაფერი შეიძლება დაემთხოს, მაგრამ მაინც ის შედეგი იდება, სადაც ხარ რა, აი ესეთი გადატრიალება, რომ აი ესეთი მაგარი იყო და ესეთი ცუდი შედეგი დადო, არ მახსენდება არავინ და 10000 კაც ვიცდომდი ჩემ წელს რა. Study hard? ხო, იმას დადებთ, რაც რეალურად ხართ, ანუ მაგაზე არ უნდა დაისტრესო და ის რომ თუ არ მუშაობდი და ფეხზე გეკიდა, ესეც ფეხზე უნდა დაიკიდა. ანუ არ ღირსდარდი. მე რა დონეზეც ვიმუშაო, იმ დონეზე ვდარდობდი. ძალიან არ ვდარდობდი, არც მე კიდე რაღაც შუაში ვიყავი და ეგრე უნდა მიუდგეთ რა და მაგრამ არა, let's give you a credit. For what? კარგი ქულები აქვს შენ. ხო, კარგი ქულები ავიღე, მაგრამ ანუ 100%-იანი გრანტიც აიღო მეგობრებო, which I cannot say the same, ამიტომ არა, ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ მაგისტრატურაზე ავიღე 100% მართლა დღემდე გაოცებული. ეგ უბრალოდ არის, ხო? ხო, ეგ უბრალოდ, იმიტომ რომ უნარები წყვეტს რა. Whatever. ანუ ის არის ხალხო, რომ იურიდიულზე თუ აბარებთ, როგორც მე ჩავაბარე, გადახედეთ ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ what the fuck. ანუ ეს ისტერია უნდა შეწყდეს ჩვენ ქვეყანაში იურიდიულზე ჩაბარების რა. აი, როდის უნდა გაჩერდეს, არ ვიცი, მაგრამ მეგონი, აი ნახევარი ქალაქი რო იურისტი არის. აბილა რო იურიდიულზე სწავლობს, მართლა არ ვიცი. ჩემი სადაქალოდან 90% სკოლიდანაც კი იურიდიულზე ჩააბარეს და არავინ არ არის კმაყოფილი დღეს მაგ გადაწყვეტილებით. არ ვიცი, შენი მიმართულება ჩემი აზრით უკეთესი არის იმ მხრივ, რომ აი ბიზნეს ადმინისტრირება რაღაც დიდ გასახანს გაძლევს რა. და საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის. ანუ არ მარკეტინგის სწავლა, ოკეი. შენი ფაკულტეტი ბიზნეს ადმინისტრირება იყო და მე აირჩე მარკეტინგი, ხო? ხო. ძალიან მაყოფილი ვარ მე. მეც ეგრე მგონია, რომ ძალიან კაი არის. უბრალოდ ისიც რომ დაუშვათ ისეთი რამე რო აირჩე, რაც შენი არ არის, ეგეც ოკეია, იმიტომ რომ არაფერს არ წყვიტავს. ანუ ხანეირად შეგიძლია განავითაროთ, ხო? ხო, აი ეგ არასდროს არ გქონდათ, რომ აი რაღაცაზე უნდა აიღოთ ეს კონცენტრაცია და ის სულ მაგას უნდა მიიღო, იმიტომ რომ at this day and age ისეთი ხალხი მინახავს გაჭირთული და ხედავ რომ აი ფსიქოლოგიიდან დაიწყეს და უცებ ახლა რაღაც ფინანსური დირექტორები არიან, ანუ არ გაგიკვირდათ არაფერი რა. თავარია მალე იპოვოთ რა გინდათ. იმიტომ რომ როგორც დავასკვნით წინა ეპიზოდებიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს ეგეთი luxury როგორც შვედებს, რომ ვიპოვოთ ჩვენი თავი 10 წელი. და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აი სწორ ხალხში მოხდეთ. გარემო. რა თქვენი ფორმირება მოხდეს სწორად. და აი უბრალოდ ბანძ უნივერსიტეტში მარტო იმიტომ არ ჩავაბარებდი, რომ ანუ აი ესეთი მოხდილი ხალხი იქ არ დამხვდება, ხვდები? ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს რა, ანუ აი ვიღაცას მისცემ მართლა ადერდებს სწავლა, ან ეს პროექტები და რაღაცები, მაგასთან ერთად რა ხარ, ყოველთვის უფრო მეტ ინფორმაციას იგებ. შენც რაღაც ეგ დრაივი გაქვს, რომ უკეთესად ისწავლო და რაღაც მოინდომო. მე მეთანხმები ანუ 100%-ით და სტრესზე დავამატებდი გამოცდილებთან დაკავშირებით, რომ მართლა it does not serve you. კლინიკურად არის დამტკიცებული, რომ სტრესმა შეიძლება ანუ იმენა ისე დაგიქვეითოს გონებრივი შესაძლებლობები რა. ხო. და მე მაქვს ერთი trick, რაც შეიძლება პლაცებო არის მეგობრებო, მაგრამ ყოველთვის რაღაც important გამოცდები რომ მქონდა, ერთ bar, პატარა bar sneakers ვჭამდი, იმიტომ რომ აქვს თხილი და შოკოლადი და თაფლი შენ მაგას სწავლობ. აი, დედები რო ასწავლიან ისეთი რჩევა. და ხახა აი egg sugar rush ძალიან მეხმარებოდა მე და სხვა შორის მე მაწყლანებდა პირიქით, მაგრამ ის ფაქტი რომ წერითი გამოცდებია ჩვენთან, აი წერით გამოცდაზე მე არასდროს დასტრესო. წერე ხელით არ მახსოვს, აი კომპიუტერში. ხო, ანუ ხო. ხო, მაგრამ იმას ვამბობ, რომ აი ადრე ხო იყო რა ზეპირი გამოცდა ქონა. აი ზეპირი გამოცდაზე მართლა შეიძლება გოლი გამიჩერდეს. 90-იან წლებში და რაღაც უნივერსიტეტში რო აბარებდნენ ზეპირად აბარებდნენ და აი წერითი როცა არის შემპანში ხარ შეიძლება დარდობდე, მაგრამ ანუ მარტო შენი თავი და ფურცელი გაგხვდები და ზეპირზე იმენა გოლი გამიჩერდებოდა. Whatever. მოკლედ, წარმეტებები ყოველას. ყოველას აბსოლუტურად. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ჩააბარებთ, ვინც ახლა აბარებს. ვინც არა და მომავალში კარგად ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენ. ჩააბარეთ. ვინც უკვე ჩააბარეთ, იმედია რომ იქ ხარ სადაც გინდათ რომ იყოთ და თვლით რომ თქვენი ადგილი. აი, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა, აი სამსახურშიც, აი რო გრძნობ რომ იქ ხარ სადაც უნდა იყო, ალბათ ყოველს კაი რაც მე არ გამომიცდია ჩერჩერობით, მაგრამ You'll get there. I'll get there. მადლობა რომ გიყურეთ. რამე გაქვს თქვენ რა დაემშვიდობა? Nothing. მადლობა რომ გიყურეთ. Bye bitches. See you next week.